NASA-მ კოსმოსში ახალი ტელესკოპი გაუშვა, რომელსაც PEREXI სამყაროს ისტორიის შემსწავლელი სპექტროფოტომეტრი რეიონიზაციის პერიოდისა და ყინულების კვლევითი აპარატი ეწოდება. აქამდე მისია სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა საბოლოოდ PEREXI ორბიტაზე კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon 9 თბილისის დროით 12 მარტის 7 საათსა და 10 წუთზე გაიტანა. ფრენა კალიფორნიაში მდებარე ვანდერბერგის კოსმოსური ძალების ბაზაზე შედგა. SpaceX ცას ახლო ინფრაწითელ სპექტრში დააგვირდება, რომელიც ადამიანის შევიარაღებელი თვალისათვის უხილავია. ის საშუალებას გვაძლევს დავაფიქსიროთ ობიექტები, რომლებიც ზედმეტად ცივი ან შორეულია, რის გამოც ხილულ სპექტრში ძნელად განირჩევა. SpaceX ახლა მზესთან სინქრონულ პოლარულ ორბიტაზე დაიწყებს მოძრაობას. ანუ ვარსკვლავთან მიმართებით მისი პოზიცია უცვლელი იქნება. ამავე დროს იქ ის მზის მცუნარებისგან დაცულიც იქნება, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ინფრაწითელი სპექტრი სითბურ ტალღებს მოიცავს, რომელთა გარეშე წყაროსაც მონაცემების დახარვეზება შეუძლია. ამის თავიდან ასაცილებლად ტელესკოპის კონუსური დამცავი კარკასი მზისგან სულ მცირე 91 გრადუსით იქნება შებრუნებული. ასევე მისი ობიექტივი დედამიწის საპირისპირო მხარეს მოექცევა, რადგან ინფრაწითელი გამოსხივება ჩვენს პლანეტასაც აქვს. საბოლოოდ, ახალი ობსერვატორია 98 წუთიანი ორბიტული პერიოდის ტრაექტორიით იმოძრავებს და გარშემო არსებულ სხვადასხვა კოსმოსურ სარტყელს 360 გრადუსით გადაიღებს. სრული ხედის აღსაბეჭდად მას 6 თვე დასჭირდება. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.